2000 ლარს ვაგროვებთ, ასე გადაწყვიტა რამდენიმე პერო მშობელმა. ისეთ ეშხში შედიან. ჩემი შვილი არ მიდის ბანკეტზე. მთელი თვე მუშაობს დედაჩემი 1300 ლარზე და მე ერთ დღეში როგორ დავხარჯო. სკოლის დამთავრება 1690 ლარი გვიჭდება. აქ არ შედის პირადი ხარჯები, რომელსაც დაახლოებით 1000 ლარი კიდევ სჭირდება. კაბა, ფეხსაცმელი, ხელჩანთა, მაკიაჟი, მანიკური ვარცხნილობა, ზოგიერთ შემთხვევაში რუჯი, ბიჭებისთვის შარვალი, პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი, ჰალსტუხი, თაიგული მეწყვილესთვის ავტომობილის დაქირავება 1300-დან 2000 ლარამდე აღწევს ხარჯები. ხალხი ვალს იღებს და ხმას ვერ იღებს. მოდით საკითხი დავსვათ ასე, როდესაც ერთ კლასში სწავლობენ სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახები, შვილები და როდესაც ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური სიდუხჭირე, როგორ ვახერხებთ, რომ ვიხდით ისეთ ბანკეტებს, როგორცაც ვიხდით? მინიმუმ 3 საკითხია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. გამარჯობა, ეს არის პოდკასტი მშობლებისთვის, რომელსაც მანამ უნდა მოусმინოთ, სანამ თქვენი შვილის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. მე ვარ მეგი კავთუაშვილი, პოდკასტის ავტორი და დღეს უნდა ვისაუბრო ისეთ თემაზე, რომელიც შეიძლება ყველასთვის აქტუალური არ არის, იმიტომ რომ მე-12 კლასელი შვილი არ ჰყავს, მაგრამ ყველასთვის საინტერესო ნამდვილად იქნება. ეს თემა არის ბანკეტები. ტრადიციულად მინდა რომ მადლობა გადავუხადო Full Frames Production Studios, რომელიც ზრუნავს ჩემი ვიდეოს ტექნიკურ გამართულობაზე და ასევე მეორე მადლობა მინდა ვუთხრა პოდკასტის წარმდგენს My Comfort Homes, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ან პირდაპირ შეიძინოთ ჭკვიანი მოწყობილობები თქვენი სახლისთვის. 10 წლის წინ ძალიან სპონტანურად დავწერე 2 აბზაცი და გავაზიარე ჩემს ბლოგზე ბანკეტების შესახებ. ჩემი სტილისტის გულის ტკივილი გავახმოვანე, რომელიც ამბობდა, რომ 400 ლარს აგროვებენ საბანკეტოდ, ლიმუზინები უნდა იქირაონ და პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები რესტორანში დაპატიჟანო და წუხდა იმის გამო, რომ საშოვნელი ჰქონდა ეს ფული და ამბობდა, რომ აი რა ამბავია ერთი დღისთვის 400 ლარის გადახდაო. ამ ბლოგმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ყოველ წელს მედია აბრუნებს და ხელმეორედ აზიარებს ამ საკითხს და აი მივხვდი რომ ასე არ დაკარგა აქტუალობა ამ საკითხმა და დღეს ვიკითხე რა უჯდებოდათ მშობლებს ბანკეტი. ანუ 10 წელი გავიდა იმის შემდეგ 400 ლარს რო აგროვებდნენ და ეს აწუხებდათ და ეს იყო შოკის მომგვრელი, მაგრამ აი შოკის მომგვრელი ის რიცხვებია, რაც ეხლა უნდა წაგიკითხოთ. რამდენიმე ადამიანის მონაწერს გავახმოვანებ. ესე იგი, სკოლის დამთავრება 1690 ლარი გვიჭდება. აქ არ შედის პირადი ხარჯები, რომელსაც დაახლოებით 1000 ლარი კიდევ სჭირდება. ამაში შედის ბოლო ზარის ორგანიზება, დიზაინი, მანტიები, ტორტი, საღამოს ვახშამი რესტორანში, ასევე ბანკეტის ხარჯი, რესტორნის დიზაინის ორგანიზება, ტორტი თავისი გაჭრის ცერემონიალით, ფეიერვერკით, გიფერი, კოქტეილები გარე სივრცეში, ვიოლინო და საქსოფონი, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, ქორეოგრაფი, ცეკვების დადგმა, მოწვეული მომღერლები, ჯერ ქართული მუსიკა, მეორე ნაწილში ბენდი, მესამე ნაწილში დიჯეი. ბანკეტის სუფრა, ბავშვი და მშობელი. ანუ 1690 ლარი ღირს აი ეს და არ ვიცი, მე მგონი ქორწილები იგეგმებოდა ხოლმე ესე და როგორც ჩანს, ახლა ქორწილი აღარ არის ერთადერთი ივენთი, ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც აი ასეთი მასშტაბით გეგმავენ ადამიანები. ნახე, მშობლები უმეტესად რასაც მწერდნენ არის, რომ ჯერ ბოლომდე ვერ გავედითო, მაგრამ 1300-დან 2000 ლარამდე აღწევს მათი ხარჯები. ოღონდ ეს საერთო ხარჯებია, თორე ცალკე არის კიდევ პირადი ხარჯები, აი გოგონებისთვის კაბა, ფეხსაცმელი, ხელჩანთა, მაკიაჟი, მანიკური ვარცხნილობა, ზოგიერთ შემთხვევაში რუჯი და 1-2 შემთხვევაში ფილერი, ცოტა სასაცილოა, მაგრამ ესეც ითქვა, რომ არის ხარჯების ნაწილი. ბიჭებისთვის შარვალი, პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი, ჰალსტუხი, თაიგული მეწყვილესთვის და სასურველი მარკის ავტომობილის დაქირავება ყოფილა აუცილებელი და სავალდებულო ხარჯი. აი ნახეთ კიდევ ერთი კომენტარი. 2000 ლარს ვაგროვებთ, ბანკეტი სასტუმროში გვაქვს, ასე გადაწყვიტა რამდენიმე პერო მშობელმა. სასტუმრო დავხუროთო. სხვა რომ არ იყოსო.
ეს არის სასტუმროს ჭამასმის DJ-ის და რომელიღაც სააგენტოს დაქირავების ფული, რომელიც ივენთის ორგანიზებას აკეთებსო. კიდევ ერთი არის უმრავლესობა მიდის საზღვარგარეთ, მე რაც მესმის და საშუალოდ 2000 ლარი ჯდება ერთი ადამიანია. რა თქმა უნდა, ამას ყველა ვერ მოახერხებს, ხო, ორი აზრი არ არის ამაში და აი ერთი ესეთი ძალიან ტიპური კომენტარი მაქვს და ესეც მინდა რომ გავახმოვანო. მშობელი წერს გულდაწყვეტით. ჩემი შვილი არ მიდის ბანკეტზე. 1300 ლარი გროვდება და ბავშვმა თქვა კრებაზე, მთელი თვე მუშაობს დედაჩემი 1300 ლარზე და მე ერთ დღეში როგორ დავხარჯო. ჩემ შვილს პროტესტი აქვს. ზუსტად 4-5 კლასელი მყავს, მხოლოდ რომელთა ოჯახებიც ისე ცხოვრობენ, რომ 1300 ლარი მათთვის არაფერია. დანარჩენები ჩვეულებრივი ხელფასზე მცხოვრები ხალხია. ზოგი ალბათ ვალს იღებს და ზოგი მთელი თვის საჭმლის ფულს ხარჯავსო. კიდევ ერთი ეს სხვა მშობლის კომენტარია, 20%-ს უნდა ასეთი პომპეზური ბანკეტი, 80%-ს არ უნდა. მარა ვის ესმის, ხალხი ვალს იღებს და ხმას ვერ იღებს, გავგიჟდიო, წერს ეს მშობელი. ესე იგი, ერთი ადამიანია კიდე, რომელიც საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და მისი შვილები საფრანგეთში საჯარო სკოლაში დადიან და აი ნახეთ მისი კომენტარი. ისეთი ეკონომიკის პირობებში, როგორიც საფრანგეთია, ჩემი შვილის კოლეჯის ადმინისტრაცია ფიქრობს, დამამთავრებელი ცერემონია გააკეთონ თუ არა, რადგან საკუთარი ხარჯით უნდა გააკეთონ და სოციალური ფონდის დიდი ნაწილი მოსწავლეების იტალიაში ერთკვირიან გაცვლით პროგრამაში უკვე გახარჯეს. ანუ საფრანგეთში სადაც სკოლა ორგანიზებს, ისინიც კი ფიქრობენ, აი გაიღონ თუ არა ეს ხარჯი, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვიცით ალბათ. იცით რა არის, აი მე მეჩვენება, რომ უფროსები, არ ვიცი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ქმნიან რაღაც იმის სტანდარტს, აი როგორი უნდა იყოს ნამდვილი ზეიმი, ნამდვილი ბანკეტი და ხშირად რაღაცა ისეთ ეშხში შედიან ამ ყველაფრის ორგანიზების, რომ მე მგონი საერთოდ ავიწყდებათ რისთვის დაიწყეს ამ ყველაფრის გაკეთება. ისე არ მინდა რომ გამიგოთ, რომ თითქოს მე ბანკეტის წინააღმდეგი ვიყო. მინიმუმ 3 საკითხია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ იმ მშობლებმა, რომლებიც ბანკეტის ორგანიზებაში ვერთვებით, ან ვისაც ყავს მე-12 კლასელი შვილი. პირველი ეს არის, უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ ჩვენი შვილის კლასში სხვადასხვა შესაძლებლობების, ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახებიდან არიან ბავშვები. ამიტომ უნდა მოხდეს შეთანხმება ყველასთან და არა იმ იდეის გატანა, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნია, არამედ იმის, რასაც ყველა შევწუდებით, იმიტომ რომ ეს არის საბაზისოდ აუცილებელი, ეს არის კრიტიკულად აუცილებელი უფრო სწორად. და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ უკვე ვიმსჯელოთ იმაზე, რა არის ყველაზე კარგი. ყველაზე კარგი არის ის, რაც ყველას შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მე ესე მგონია, იმიტომ რომ თუ თანასწორობის პრინციპი ირღვევა, თუ ეს ზეიმი სხვა ადამიანებისთვის და ეს სხვა ადამიანები ჩვენი შვილების მეგობრები არიან, სტრესად გადაიქცევა და თავის თავს ამ პროცესში ან აღარ ხედავს ბავშვი, ან ვეღარ ხედავს, მაშინ ეს ზეიმი მთავარ ღირებულებას კარგავს და მგონია რომ არასწორი არის თქვა ისე აღნიშნა, რაშიც სხვა ადამიანები ან ვერ ერთვებიან, ან არ ერთვებიან, იმიტომ რომ არ უღირთ ერთ დღეში თქვა 1300 და 2000 ლარის გადახდა. მეორე საკითხი ალბათ არის, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ბავშვების დღე და არ გადავაქციოთ ის მშობლების თუ მასწავლებლების თუ ადმინისტრაციის სურვილების და ამბიციების რეალიზების სივრცეთ, ხო? და მესამე, მე მგონი ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება ბოლო დროს, რომ კარგი გართობა და სიხარული არ არის პირდაპირ კავშირში რაღაცა გამოგონილი სიმდიდრის დემონსტრირებასთან. აი ამ ზრდასრულების დაგეგმილ თეატრალურ წარმოდგენებში შეიძლება ბავშვები ისე თავისუფლად და ბედნიერად ვერც კი გრძნობდნენ თავს და ვერც კი აზიარებდნენ საკუთარ ემოციებს, რასაც ერთი უბრალო თბილი და ემოციური საღამოს პროცესში შეიძლებოდა რომ გაეზიარებინათ და ყოფილიყვნენ.
და ბოლო შეკითხვა, რომელიც მინდა რომ დავტოვო, როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ბანკეტის მიღმა არ დაგვრჩეს არც ერთი მოსწავლე. არც ფიზიკურად და არც ემოციურად. აი ამაზე დაველოდები თქვენგან პასუხებს კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოხატავთ თქვენს აზრს და ვიმსჯელებთ ამ თემაზე. მე მართლა მჯერა, რომ ასეთ თემებზე დისკუსიები, ჯანსაღით დისკუსიები გვზრდის პიროვნულადაც და გვაძლიერებს როგორც საზოგადოებას. ეს არის ჩემი მიზანი, რომ ამ ისეთ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რაზეც როგორც წესი გვეუხერხულება ხოლმე საუბარი. უმეტესად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ბავშვებისთვის კეთდება, ცხოვრებაში ერთხელ ხდება, თუ ვაკეთებთ, კარგი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებული დღეა. კი ბატონო, ნამდვილად ძალიან განსაკუთრებული დღე არის ბანკეტის დღე და ზუსტად ამიტომაც უნდა დავაორგანიზოთ ისე, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს მის გარეშე. ისიც საინტერესოა, აი ერთ-ერთი კომენტარი რომ იყო, რომ 20%-ს უნდა და 80%-ს არ უნდა, მაგრამ ხმას არ იღებენო თუ ვერ იღებენო, რატომ შეიძლება, რომ ადამიანები არ იღებდნენ ხმას და მიჰყვებოდნენ, თქვა 20%-ის დაგეგმილ ღონისძიებას იღებდნენ ვალს. არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ეს დღესასწაულად უქციოს თავის შვილს, აბსოლუტურად მესმის და არ მიმაჩნია, რომ ეს მშობლის მხრიდან ცოდვაა და ყველა თვითონ წყვეტს რა და როგორ შეუძლია რომ გააკეთოს, არც ხვის არჩევანში არ ვერავი. ჩემი ერთადერთი გულის ტკივილი არის ის, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მზად ვართ, რომ ჩვენ გავერთოთ კარგად და ასევე კლასში იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც იმის გამო ვერ შემოუერთდებიან ჩვენს საერთო მხიარულებას, რომ თქვა მათ ოჯახს ამხელა თანხა არ აქვს. აი ჩემთვის ამის დაშვება არის ძალიან რთული, რომ ჩვენ როგორ უნდა გავატაროთ კარგი დრო, როცა ბავშვი, რომელსაც უფრო მეტად ეკუთვნის იქ ყოფნა, ვერ არის იმის გამო, რომ მის მშობელს არ აქვს იმდენი ფული, რამდენიც ჩვენ გვაქვს. ანუ როგორ ვახერხებთ ამას? ეს შეკითხვა მაქვს. ეს ამ დილემის წინაშე მე მგონი ვდგავართ და ალბათ უკეთესი იქნება, რომ ამაზე ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. და რა თქმა უნდა, ჯანსაღი დიალოგი გავმართოთ ამ საკითხზე. რადგან კიდევ მიყურებთ, ანუ ვიდეოს ბოლომდე გაჰყევით, ესე იგი თქვენთვის მნიშვნელოვანია ის კონტენტი, ის შინაარსი, რასაც მე და ჩემი გუნდი ვქმნით. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი, არ დაიზაროთ. თქვენთვისაც სასარგებლო იქნება, უამრავ საინტერესო თემაზე მოისმენთ მოსაზრებებს, ზოგჯერ ჩემი, ზოგჯერ სტუმრების და ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს. ასე რომ მნიშვნელოვანია ძალიან თქვენი ჩართულობა, ეს ჩართულობა პირველ რიგში ერთი კლიკით შეგიძლიათ გამოხატოთ. მგონია, რომ ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო, როგორც თქვენთვის, ასევე დაეხმარებით არხს გავრცელებაში. მადლობა კიდევ ერთხელ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.